მიუგო იესო და რქვა მას, ნეტარ ხარ შენ სიმონ ბარიონა, ანუ იონას შვილო, რამე თუ ხორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმა ზეცათამა, რასაც ჩვენს ყოველთვის ვიხსენებთ აი ამას, რომ პეტრე მოციქულის მაგალითზე და მე წმინდა წერილში სხვა ადგილებია მსგავსი, როცა უფალი ხაზს უსვავს, რომ შეუძლებელია ქრისტეს ღმერთობას ადამიანი თავის თავად მიხვდეს. თუ თქვენ ღრმად გწამთ, რომ იესო ქრისტე არის სამყაროს, გალაქტიკების შემოქმედი, თუ თქვენ ეს ღრმად გწამს, თქვენით ამას არ მიმხვდარ ხართ, იმიტომ რომ ადამიანისათვის ეს არის შეუძლებელი, ესე იგი თქვენში ისე როგორც პეტრეში თავის დროზე მომხდარა ეს გამოცხადება, რომელსაც ჩვენ უწოდებთ რწმენას და რწმენა არის შემეცნების უმაღლესი შესაძლებლობა, რწმენაზე უფრო მაღალი შესაძლებლობა შემეცნების არ არსებობს, იმიტომ რომ რწმენით შეიმეცნება ის, რაც ჩვენი ლოგიკური აპარატით, ჩვენი ინტუიციით, ჩვენი გრძნობებით, ხვედრილობით, გამოცდილებით, რაც გინდა როგორც გინდა ისე ჩამოთვალეთ შეუძლებელია. რწმენა არის უმაღლესი შესაძლებლობა, შემეცნების უმაღლესი ფორმა, ძალა ადამიანში, ძალა, როგორც პავლე მოციქული მას უწოდებს, რომ შევიმეცნოთ თვით ტრანსცენდენტული ყოფიერება, რომლის შემეცნება ქმნილებას თავისთავად არ ძალუძს. აი ეს გვაქვს ჩვენ. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ რაც ჩვენ გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შემეცნების უნარი, ჩვენი გონება სრულად ფუნქციონირებს. ახლა უკვე საუბარია ხარისხზე და ბოლომდე გააქტიურებაზე იმისა, რაც ჩვენში უკვე არის მთლიანად გაცოცხლებული.